გამარჯობა. Sisi Battlegrounds გაგიათ? არა. ეს სრულიად კარგია. Sisi Battlegrounds არის Battlegrounds თამაში Roblox-ში. აი, ეს One Piece-ის თამაში არის Battlegrounds-ი. ადრე average player count-ი იყო 1000-მდე მეტი თუ არა, ეხლა არის 200 და 300-მდე და 100. ეხლა რატო? ტიპმა გოჯო დაამატეს, აი ეს ტიპი ჯუჯუშუ კაისენიდან One Piece-ის თამაში. ეხლა ამაზე ტვინს რატო? Strongest Battlegrounds-მაც ქნა გოჯო დაამატეს private server-ებში. ხო და პრობლემა მაგას ტიპებმა გოჯო დაამატეს public server-ებში, მარტო private server-ებში არა, public server-ებში დაამატეს გოჯო. ანუ რო შევიდოდი public server-ში შეიძლება ვიღაც მოსულიყო და გოჯოთი ეცემე. აი ხოლო პარპალია იქ რა შენთვის. მაგრამ ეხლა თუ ჩამოსკროთ და ვინახავთ თაიმას ვასივე update category plus Marco plus NL. ერთ-ერთი მათგანი update-ში არის ეს. Tons of remembers to systems like combat. ხო, hitbox-ები არის საშინელი, იმიტომ რომ კარგახანი არ გამოსულა update-ი ამ თამაში. და ხო, კიდე ბაგიანი არის. აქ dislike ratio არის 31000. არ მეგონის, ნახდა დამი. ამა Discord server-ში თუ შევენძრევით, announcement-ებში დავინახოთ ამას 21 თებერვალი. Soon. Sneak peek-ებში არის აი კატეგორიის ერთ-ერთი მოძრაობა არის. მონჩესროიცვის და რო ფეთქდება. და ეს არის როგორც ხვდები death mode-ი. და ეს არის მაპები, ახალი მაპები. Next scene probably casting or some. Okay. და update-ებში წერია ასეთი რაღაცა. მარკო შეცვლის გოჯოსო. თუ უკვე ყავს გოჯო და ნაყიდი გაქვს გოჯოს Game Pass-ი. გოჯოს Game Pass-ი თუ გაქვს ნაყიდი, სხვა Game Pass-ში გადაგეცვლებაო. გოჯო იქნება private server plus-ი, როგორც Strongest Battlegrounds-ში. ეს იმას ნიშნავს, რომ Sisi Battlegrounds გადარჩება და ის პოპულარული გახდება და საუკეთესო One Piece-ის თამაში გახდება. ერთ-ერთი საუკეთესო Roblox-ში. აზე არა ვარ, შეიძლება.